აკციასთან დაკავშირებით გეტყვით, ხა მე მართლა ეგეთი განცდა მაქვს, რომ მერიდება ცალკე აღებული მედიის პრობლემებზე ლაპარაკი, მართლა ისეთ დღეშია ხალხი ციხეში ზის, მაგრამ აი აქციას რაც შეეხება, ხო? ჩვენ ხომ მომავალ დროში ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ აი ოცნება ჩამოგვაფარებს რკინის ფარდას. მედიის შემთხვევაში უკვე ჩამოგვაფარა ეს რკინის ფარდა. ნახეთ რა მოხდა. უბრალოდ მართლა წუწუნი რომ აი კანონი შეგვიცვალეს, ან მიხვიდე იკამათო კანონზე აზრი აღარა აქვს, ხა იქ მენე ზარქვა უნდა იწვეტინოს ხდომაზე და უნდა ადგა წამოხვიდე, ანუ დესტრუქციულები არიან. შეუძლებელია უკვე ამათან ლაპარაკი, მაგრამ აი მაუწყებლებს რა გაუკეთეს. აგვიკრძალეს უცხოელებთან ურთიერთობა ხალხო. საერთოდ ყველანაირი კოპროდუქცია, აქ ვითომ გრანტი, ხო? აი ნახეთ, NGO-ებსაც კი არ გაუკეთეს ეს. NGO-ებზე რუსული კანონი შემოიღეს, იმიტომ რომ აი გამჭირვალობა გვინდა, ხო? მაგრამ ჩვენ აგვიკრძალეს საერთოდ უცხოელებთან ურთიერთობა, აქ მარტო გრანტი არ იგულისხმება. და რომ ავიღოთ რა წერია იმ განმარტებით პარაჩ პირდაპირ უწერიათ, რომ ტელევიზიებს ყველაზე დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზეო და ამიტომო უცხოძალის გავლენაო, რომ ამათ არ გაავრცელონო, ხო? იმიტომ უკრძალავთო უცხოძალისგან დაფინანსებას, თანადაფინანსებას, ერთობლივ წარმოებაც იგულისხმება. აქ ეხლა ვიღაცამ შეიძლება წარმოედგინოს გრანტი მარტო. არა, აი რა ვიცი, აი სერიალი ჩემი ცოლის დაქალები რო გაყიდოთ უცხოეთში, ეგეც კი გეკრძალებათ, ხო? ანუ ფინანსური ხო, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ ნახე რა ხდება რეალურად, აი რომ დავშალოთ, ხო, ეს სიტუაცია რა არის, რომ რუსული ფული ამ ქვეყანაში შემოდის, ისე რომ საერთოდ არსად არ ფიქსირდება. ჩემოდნები შემოდის და ეს პრორუსი ხალხით ჩემოდნები შემოტანი ფულით ფინანსდება და მედიაც კიდე თუ არის რაღაცა პატარ-პატარა მედიები ხო არის არა? ხო და ერთადერთი დასავლური ფული არის, რომელიც ზუსტად იცი გამჭვირვალეა, რაც შემოდიოდა აქამდე ქვეყანაში, ზუსტად იცოდა ყველამ ვინ რას იღებდა, ჩვენ მაგალითად გრანტი თუ გქონია, იმ გრანტის ხელშეკრულება შემოსავლების სამინისტროში თუ სამსახურში დევს ეგრევე და ყველა შეუძლია არ მჯერა ეხლა რომ შემოსავლების სამსახური არ ეუბნება სულს, ან არ ეუბნება მახურებელს ეუბნება გადაცემას, ხო? მაგრამ პროდუქტის ყველაზე გამჭვირვალე მედიის შემთხვევაში, ტელევიზიების შემთხვევაში მოხდა პირველად, როდესაც ოცნებამ ოფიციალურად აკრძალა დასავლეთთან ურთიერთობა. იმიტომ რომ მხოლოდ დასავლეთიდან არის აი ეს ფული. ხვდებით რაზეც ჩვენ გველაპარაკებიან რომ გვეკრძალება რუსულ ფულზე არ არის აქ ლაპარაკი. მხოლოდ დასავლურ ფულზეა. რომ ჩვენ არ ავიღოთ დასავლური ფული და არ მოვახდინოთ გავლენა. როცა აქამდე მაგალითად შეზღუდვებს რო გვიწესებდნენ მაუწყებლობის კანონზე, გვეუბნებოდნენ რომ იცით რა ჩვენ ახლა ვაკეთებთ ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, ხო გვახსოვს რა? და ამ ეგიდით გვიკრძალავდნენ ყველაფერს. ეხლა გვეუბნებიან რომ აღარ გაეკაროთ ევროპას. მე მგონი კანონში ჩანაწერიც არის რომ ჩვენ ევროპული პროდუქციის რაღაც ნაწილი სავალდებულოდ უნდა ქონდეს ვისწრაფოდეთ ამის. აქამდე ესეთი რაღაცეები იწერებოდა. ანუ გადატრიალება მოაწყო რეალურად ოცნებამ, აი ტელევიზიებიდან დაიწყო. ამიტომ არის საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწევალება პოპულარიზაცია პროდასავლური. მაგრამ ნახე, ანუ რეალურად ანტიდასავლური კურსის რეალიზაცია აი აქ გააკეთა პირველ რიგში. იმიტომ რომ ჩვენ 1000 რაღაც გაერთიანების წევრი ვართ, დაწყებული ეს Creative Europe და 1000 რაღაცა სადაც არის თანამშრომლობა, თანადაფინანსება, ანუ ჩაგწყვიტა ამ სივრცისგან დაიწყო ეს მაუწყებლებით. ჩამოგვაფარა რკინის ფარდა. ჩვენ აი ძალიან წუხვა რომ ყველაზე ცუდი სცენარი აგვიხდა, რაც კი შეიძლება განვითარებულიყო და ეს გაგრძელდება მე სხვა სფეროებშიც აღარ იქნება ხა ფარათი რო ეუბნებიან რომ დეკლარირება გამიკეთება. ხო, ციხეში ჩაგწ აი იკრძალება მე საერთოდ უცხოელებთან ურთიერთობა აიკრძალება, აი საბჭოთა კავშირში რო იყო. ისე მოხდება და ყველას გონია ხოლმე რომ ჩვენ ვაზვიადებთ, როცა ესეთ რაღაცა ეგონათ, ეხლა მე მგონი არავის არაფერი აღარ გონია და სულ მალე სამწუხაროდ გამოჩნდება რომ ყველაზე ცუდი კოშმარული სიზმრები აგვიხდა. ესე მოხდება, აი იკრძალება საბჭოთა კავშირის დროს უცხოელს დაელაპარაკებოდი, კგბ-ის 3 აგენტი სადღაც იქვე იყო და მე რეგიწევდა ახსნა განმარტებების წერა რომ რატო დაელაპარაკე, ხო და უცხოეთში რომ მიდიოდი მოყვებოდა კგბ-ის თანამშრომელი. აი ესე იქნება ამ ქვეყანაში ნამდვილად. ხო, აი ეს არის საინტერესო, ხო მედიას ესე ბოლომდე არასდროს არ ულხინდა ამ ქვეყანაში და ჩვენ მაღალგანვითარებული დემოკრატია სამწუხაროდ არ დაგვრცელდა, რომ ქონოდა და ვერ მივახცეთ იქამდე, მაგრამ უპრეცედენტო რატომ არის ეს შეტევა მედიაზე, ესეც საინტერესოა. თან თქვენ ხართ ადამიანები, ხო. ბილად რო ვთქვათ, არიყავით ხო წინა ხელისუფლების მეხოტბეებით, ძალიან ბილად რო ვთქვათ და ძალიან ბევრი ხო, ბევრ ამაზე გისაუბრეთ კრიტიკულად და ახლა ორივე მდგომარეობაში ვიყავით ყოველთვის, როცა როგორც უნდა ყოფილიყავით კრიტიკულები ვიყავით ყველა ხელისუფლების. ეს იყო, ხო, ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა მედიის, რომ აკრიტიკულო ხელისუფლება და რომ დიქტატურის
საფრთხეზე ვსაუბრობ. რა საფრთხე არის უკვე? უბრალოდ ჯერ ისეთი ძლიერი არ არის. ჯერ უბრალოდ ისეთი ძლიერი არ არის და მალე იქნება. ძალიან ცოტა დრო გვაქვს ხალხო დარჩენილი. თვეებზეა ლაპარაკი. მე არ ვიცი ჩვენ თუ ეხლა ბოდიში ზვიადული, ჩვენ თუ ეხლა რაღაცა უპრეცედენტო ერთობ, არც კი ვიცი სიმართლე გითხრათ რა უნდა გამოვიჩინოთ, ალბათ უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და არასოდეს არ დავიშალოთ, ვერ გეტყვით. მე არ მაქვს რეცეპტი. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი. მე აქ ისეთი შეუქცევადი დიქტატურა დამყარდება, რომ აი ის მოდელი ყველა დეტალზე არ მინდა საუბარი, რაც აქ მყარდება, აი ეხლა აი ამ დღეებში ამ მომენტში უკვე არანაირი დასავლეთისგან მუხრუჭი, არანაირი ყველანაირი სივრციდან გასული იქნება და არაფერი მუხრუჭი აღარ ექნება და სიტყვა აი რუსული დიქტატურა უკვე რაღაცა მეტაფორული კი არ იქნება. აი პირდაპირი გაგებით სადარბაზოებთან დაგველოდება, არ მინდა ეხლა ცუდ რაღაცებს ლაპარაკი, მაგრამ სადარბაზოებთან დაგველოდება ეს რუსული სიკვდილი. ხო